უჟანგავი ფოლადი ყველა ერთნაირი არ არის. და მე შემიძლია ეს დაგიმტკიცო. სალამი ინჟინერიის მოყვარულებო. დღეს ვილაპარაკებთ მასალაზე, რომელიც ამ წუთას პირდაპირ თქვენს გარშემოა. დიახ, ძალიან დიდი ალბათობით თქვენგან რამდენიმე მეტრში უჟანგავი ფოლადია. ეს შეიძლება იყოს თქვენ სამზარეულოში, საავადმყოფოში, მანქანაში, ან თუნდაც დიდ სამრეწველო ნაგებობაში. უჟანგავი ფოლადი ყველდანაა და ეს შემთხვევითი არ არის. ის გამძლეობის, ჰიგიენისა და მედეგობის სინონიმია, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს. ყველა უჟანგავი ფოლადი ერთნაირი არ არის. ამის დაჯერება შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ, ძალიან ძვირად. არასწორი ტიპის არჩევამ შეიძლება გამოიწვიოს კოროზია, მასალის დაზიანება და ზარალი. მოდი თავიდან დავიწყოთ. რა ხდის უჟანგავ ფოლადს უჟანგავად? პასუხი ქრომშია. როდესაც შემადგენლობაში მინიმუმ 10.5% ქრომია, ფოლადი ზედაპირზე ქმნის უხილავ ფენას, დამცავ გარს, რომელიც კოროზიას უშლის ხელს. და რაც ყველაზე შთამბეჭდავია, ეს ფენა თავისით აღდგება. სწორედ ეს აძლევს უჟანგავ ფოლადს ჟანგისადმი მდგრადობას. მაგრამ ეს მხოლოდ ისტორიის საფუძველია. რადგან არსებობს უჟანგავი ფოლადის მთელი ოჯახი, სხვადასხვა შემადგენლობით და სრულიად განსხვავებული თვისებებით. და სწორედ აქ იწყება ნამდვილი თამაში. დავიწყოთ ყველაზე გავრცელებულებით, აუსტენიტურებით. ისინი ბაზრის ფავორიტები არიან. მრავალმხრივები, მარტივად დასამუშავებლები, კოროზიის მიმართ გამძლეები და ზოგადად არამაგნიტურები. ყველაზე კლასიკური მაგალითია ცნობილი 304. ეს უჟანგავი ფოლადის უნივერსალური არჩევანია. ის გამოიყენება ქვაბში, ნიჟარაში, სამრეწველო აუზში, საავადმყოფოს აღჭურვილობაში. მაგრამ ის სრულყოფილი არ არის. გარემოში, სადაც ბევრი ქლორია, მაგალითად სანაპირო რეგიონებში ან აუზებში, შეიძლება კოროზია გამოიწვიოს. აქ უკვე 316 გამოიყენება. და განსხვავება ისაა, რომ მასში არის მოლიბდენი. ეს ელემენტი მნიშვნელოვნად ზრდის კოროზიის მიმართ მდგრადობას, განსაკუთრებით ქლორიდების მიმართ. და შედეგი ისაა, რომ ის გამოიყენება უფრო აგრესიულ გარემოში, ქიმიურ, საზღვაო, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ბევრად უფრო ძვირია. კარგი. მაგრამ ღირს თუ არა 316-ის გამოყენება იქ, სადაც 304-საც შეუძლია პრობლემის გადაწყვეტა. კი, შეუძლია, მაგრამ ეს ფულის გადაყრა. ეხლა მნიშვნელოვანი გაფრთხილება. 200-იანი სერია აქ უკვე ფრთხილად უნდა იყოთ. ეს ოჯახი შეიქმნა ერთი კონკრეტული მიზნისთვის, ხარჯების შემცირება. და ეს როგორ კეთდება? ნიკელის, რომელიც ძვირია, ჩანაცვლება მანგანუმით და აზოტით. აქამდე ყველაფერი რიგზეა. პრობლემა ისაა, რაც ამ ცვლილებას თან ახლავს. ჩვენ საუბრობთ ნიკელის დრამატულ შემცირებაზე. დაახლოებით 8%-დან ზოგ შემთხვევაში 1%-მდე. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს კოროზიის მიმართ მდგრადობაზე. და პრაქტიკაში თქვენ ასუსტებთ სწორედ იმას, რაც ხდის უჟანგავ ფოლადს უჟანგავად, პასიურ ფენას. და კიდევ, ეს ეკონომია თითქმის ყოველთვის თან ახლავს კიდევ ერთ კრიტიკულ შემცირებას. ქრომი, რომელიც დაახლოებით 18-დან 18% იწყება და შეიძლება დაეცეს 13-მდე, ანუ 13%-მდე. ანუ თქვენ ამცირებთ იმ ორ მთავარ ელემენტს, რომლებიც მასალის დაცვაზე არიან პასუხისმგებელი. და შედეგია ფოლადი, რომელიც გარეგნულად შეიძლება უჟანგავივით გამოიყურებოდეს, მაგრამ პრაქტიკაში გაცილებით მეტად იჟანგება. და აქ კიდევ ერთი საშიში საკითხი ჩნდება. 200 სერიის ფოლადები კვლავაც აუსტენიტურია, ანუ არამაგნიტურია. ამიტომ მაგნიტის ტესტი აქ არ მუშაობს. შეიძლება გეგონოთ, რომ 304-ის ტოლფას მასალას კიდულობთ, მაშინ როცა სინამდვილეში ბევრად უარესი მახასიათებლების მქონე მასალა მიგაქვთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 200 სერია არაფერში გამოდგება. ის ნამდვილად შეიძლება გამოიყენოთ, მაგრამ ისეთ შემთხვევებში, სადაც კოროზიის მიმართ მოთხოვნები დაბალია და გარემო კონტროლირებადია. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ის არასწორ ადგილას გამოიყენება. ან იყიდება როგორც რაღაც, რაც არ არის. მაშინ ზარალი მოდის და ძალიან სწრაფად. ეხლა ვილაპარაკოთ ფერიტულებზე. მათ სრულიად განსხვავებული დანიშნულება აქვთ. ესენი არის ქრომის საფუძველზე დამზადებული ფოლადები, დაბალი ნახშირბადით და უმეტეს შემთხვევაში ნიკელის გარეშე, ან ძალიან მცირე რაოდენობით. და ამას ორი მნიშვნელოვანი შედეგი აქვს. პირველ რიგში ისინი მაგნიტურია.
დიახ, აქ მაგნიტი უპრობლემოდ ეწევება. და მეორე, ისინი უფრო იაფია. და მიზეზი მარტივია. ნიკელის გარეშე ღირებულება მცირდება, მაგრამ რამდენად კარგად მუშაობენ? ისინი უზრუნველყოფენ კარგ კოროზიის წინააღმდეგობას, განსაკუთრებით უფრო ნაკლებად აგრესიულ გარემოში, სადაც ქლორიდები არ არის ჭარბად. ანუ ისინი ძალიან კარგად მუშაობენ, თუ სწორად ბილას გამოიყენებთ. კლასიკური მაგალითია 420. ამ მასალას ნახავთ მაცივრებში, გაზქურებში, გამწოვებში, მოპირკეთებაში, ავტომობილის ნაწილებშიც კი. და არის ერთი საინტერესო დეტალი. იმის გამო, რომ მაგნიტურია, ის ხშირად გამოიყენება ინდუქციური ქვაბების ძირებში. პრაქტიკაში 420 უზრუნველყოფს შესანიშნავ ბალანსს. დაბალი ღირებულება, საკმარისი გამძლეობა საყოფაცხოვრებო და შიდა გამოყენებისთვის. მაგრამ აქ ერთი გაფრთხილება, რადგან ის ყველა დარემოსთვის არ არის განკუთვნილი. არავითარი ამინდის ზემოქმედება ზღვის წყალზე ან აგრესიულ ქიმიურ პროდუქტებზე. ასეთ პირობებში ნაკლები შენადნობის ელემენტები და ნიკელისა და მოლიბდენის არარსებობა მას უფრო მგრძნობიარეს ხდის კოროზიის, ლაქებისა და პიტების მიმართ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არ არის საუკეთესო არჩევანი რთული შედუღებისთვის, რადგან შეიძლება შედუღებული ზონა დაასუსტოს. ეხლა კი ბაზარზე ძალიან გავრცელებული შეცდომა 420-ის 410-ით შეცვლა. ვიზუალურად ისინი ერთმანეთს გავს და ხანდახან ფასიც უფრო დაბალია, მაგრამ ტექნიკურად ეს პრობლემაა. 410-ში დაახლოებით 12% ქრომია. მაშინ როცა 420-ში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ის აღწევს. ეს განსხვავება პატარა ჩანს, მაგრამ ასე არ არის. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს კოროზიის მიმართ მდგრადობაზე. შედეგად, შენ დაზოგავ ფულს შეძენისას, მაგრამ შემდეგ გადაიხდი ნაადრევი წყობრიდან გამოსვლით. ეხლა ყველაფერი ტული არ არის საბაზისო. არსებობს უფრო განვითარებული ვერსიები, მაგალითად 454, აქ ისტორია იცვლება. მოლიბდენის და ისეთი ელემენტების, როგორიცაა ნიობიუმი და ტიტანი, დამატებით. მას აქვს კოროზიის მიმართ გაცილებით მაღალი გამძლეობა, რაც 316-ის დონეს უახლოვდება. და კიდევ ორი უპირატესობა რჩება. ის კვლავ მაგნიტურია და ნიკელზე დამოკიდებული არ არის. ამიტომაც ის გამოიყენება უფრო მოთხოვნად აპლიკაციებში. ცხელი წყლის ავზებში, სითბოს მიმოცვლის აპარატებში, გათბობის სისტემებში, ავტომობილის გამონაბოლქვის სისტემებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ქლორიდებია. თუმცა ღირებულება მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგრამ მიუხედავად ამისა, მას თავისი შეზღუდვები აქვს. ფერიტულებს ზოგადად ნაკლები დუქტილობა აქვთ, ვიდრე აუშტენიდებს. ანუ ისინი არ არის იდეალური ძალიან რთული გეომეტრიისთვის ან ისეთი აპლიკაციებისთვის, სადაც მაღალი ტენაცობაა საჭირო. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა. თუ მე ნამდვილად მჭირდება ძალიან მაგარი უჟანგავი ფოლადი, რომელსაც შეუძლია ჭრა, სვეთის გაძლება და სინკვეტრის შენარჩუნება, მაშინ ჩვენ მთლიანად ვცვლით ოჯახს. გამოსავალი მარტენსიტებშია. ესენი არიან უჟანგავი ფოლადის ოჯახის ძლიერები. აქ შემოდის მთავარი ელემენტი. მეტი ნახშირბადი. ქრომთან ერთად უფრო მაღალი ნახშირბადის შემცველობით და თერმული დამუშავებებით, როგორიცაა წრთობა და მოშვება, ეს ფოლადები აღწევენ ძალიან მაღალ სიმტკიცესა და მექანიკურ გამძლეობას. და შედეგი მასალა შექმნილია ცვეთისთვის, დარტყმისთვის, დის და ჭრისთვის. და დიახ, ფერიტულების მსგავსად ესენიც მაგნიტურია. კლასიკური მაგალითია 420. ეს ფოლადი გამოიყენება დანებში, ქირურგიულ ინსტრუმენტებში, ხელსაწყოებში, ღერძებში, საკისრებში, ყველაფერში, რაც უნდა გაუძლოს დარტყმას და შეინარჩუნოს მუშაობის უნარი. მთავარი ღირსება აქ აშკარაა, შენარჩუნდეს საჭრელი პირის სიმკვეთრე. ამიტომ მარტენსიტური ფოლადის ვარიანტები, რომლებსაც მეტი შენადნობი აქვს, მაგალითად ქრომი და მოლიბდენი, ძალიან ხშირად გამოიყენება პროფესიონალურ დანების წარმოებაში. როდესაც მოთხოვნაა ზუსტი ჭრა და გამძლეობა, სწორედ ასეთი ფოლადი გამოიყენება. მაგრამ ამას თავისი ფასი აქვს და აქ ბევრს შეცდომა მოსდის. სიმტკიცე მიიღწევა კოროზიის მიმართ მდგრადობის ხარჯზე. მარტენსიტული ფოლადი არ არის განკუთვნილი აგრესიული გარემოსთვის. არავითარი ზღვის წყალი, ძლიერი ქიმიკატები ან კოროზიასთან მუდმივი კონტაქტი. და კიდევ, ისინი ასევე არ არის იდეალური იმ გამოყენებებისთვის, სადაც საჭიროა მაღალი დარტყმითი მედეგობა,
ანუ შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ დარტყმის მიმართ და არსებობს გატეხვის რისკი დიდი წინასწარი დეფორმაციის გარეშე. ანუ მარტენსიტული ფოლადი შესანიშნავია, როცა მთავარი მოთხოვნაა სიმაგრე და წვეთა, მაგრამ სხვა შემთხვევაში ის შეიძლება იყოს არასწორი და ძვირი არჩევანი. მაგრამ თუ გსურთ ორივე სამყაროს საუკეთესო თვისებები, მაშინ ალბათ დაგჭირდებათ დუპლექსი უჟანგავი ფოლადი. სახელიც უკვე მიგვანიშნებს, ჩვენ საუბრობთ ფოლადზე, ორმაგი მიკროსტრუქტურით, ნახევრად რაუტენიტური, ნახევრად ფერიტული. ნახევრად ფერიტული. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ისირებს თითოეული ოჯახის საუკეთესო თვისებებს და აერთიანებს მათ. მაღალი კოროზიის მიმართ მდგრადობა, განსაკუთრებით პიტიგისა და დაძაბულობით გამოწვეული კოროზიის წინააღმდეგ და ამავე დროს მექანიკური სიმტკიცე ბევრად აღემატება ტრადიციულ აუტენიტურ ფოლადებს. ის მაგნიტურია. ყველაზე ცნობილი მაგალითებიდან ერთ-ერთი არის 2205. ეს პრაქტიკულად უჟანგავი ფოლადის რთული დონეა. ის ჩნდება იქ, სადაც გამოწვევა დიდია. ნავთობი და გაზი, ოფშორული პლატფორმები, მილსადენები, ქაღალდისა და ცელულოზის ინდუსტრია, ღია სტრუქტურები და აგრესიული გარემო. თუ თქვენ გჭირდებათ გამოყენება მკაცრ გარემოში, მაშინ ის ფოლადი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, არის დუპლექსი. და რატომ მუშაობენ ისინი ასე კარგად? ასე კარგად. იმიტომ რომ შემადგენლობა მტკიცია, ქრომი, ნიკელი, მოლიბდენი და აზოტი ყველაფერი ერთად მუშაობს დუპლექსის სტრუქტურისთვის. შედეგად მასალა ძალიან მაღალი მდგრადობით, ქლორიდებით გამოწვეული კოროზიის მიმართ და მექანიკური სიმტკიცით გამოირჩევა, რაც საშუალებას იძლევა ნაკლები მასალა იქნას გამოყენებული. ანუ უფრო მსუბუქი, უფრო ეფექტური და კიდევ უფრო გამძლე სტრუქტურები. მაგრამ მოითმინეთ, ყველაფერი სარგებელი არ არის. დუპლექსი უნივერსალური გადაწყვეტა არ არის. ძალიან დაბალ ტემპერატურებზე, მაგალითად, მას შეიძლება დაგარბოს დარტყმა განძლეობა. ფერიტული ფაზა შეიძლება მასალას უფრო მყიფეს გახდის და არის ხარჯის ფაქტორიც. ის უფრო ძვირია და მართებულადაც საკმარისია მის შემადგენლობას შეხედოთ. ამიტომ დუპლექსის გამოყენება მარტივ შემთხვევაში, სადაც 304 ან თუნდაც ფერიტული საკმარისი იქნებოდა, ძირითადად ფულის ფლანგოა. საბოლოოდ დუპლექსი ეს არის. მაღალი წარმადობის ფოლადი, რომელიც შექმნილია აგრესიული გარემოსთვის, მაგრამ როგორც ყველა საინჟინრო მასალა, აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა სწორ ადგილას გამოიყენება. საბოლოო ჯამში უჟანგავი ფოლადი მხოლოდ ერთი მასალა არ არის. ეს არის მთელი ოჯახი, სრულიად განსხვავებული თვისებებით. ამის გაგება მხოლოდ თეორია არ არის. ეს არის ის, რაც განასხვავებს ეფექტურ პროექტს ძვირადვირებული პრობლემისგან მომავალში. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დააკცკაპე მოწონებაზე და ჩართე შეტყობინებები. თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილე წევრად გახდომა, რათა დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და გახდე მოხსენიებული ჩვენს ვიდეოებში. თუ აქამდე მოხვედი, გიწევთ რომ გადახედო კურსებს, რომლებიც გირჩიეთ. მაშ მიუშვირე მობილური ტელეფონი ეკრანზე არსებულ QR კოდს ან დააცკაპუნე არწერაში მოცემულ დმულზე ჩვენი კურსების შესახებ. იქ ნახავ Excel-ის, სამგანზომილებიანი მოდელირების AutoCAD-ის, ორატორობის და სხვა მრავალ კურსს. და ეს კურსები ჩვენ ამ არხის წარმომადგენლებმა შევარჩიეთ და შეგვიძლია დავადასტუროთ მათი ხარისხი. მომიხევი კომენტარებში, გქონია თუ არა კარგი ან ცუდი გამოცდილება უჟანგავ ფოლადთან. ინჟინერიაში სწორი მასალის არჩევა ყველაფერს ცვლის. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარი და განიხილე არხის წევრობა. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.